ასობრივი დაშინების იარაღი რეჟიმის ხელში ივანიშვილის მთავრობა ნებისმიერ მოქალაქეს პოტენციურ დამნაშავედ აცხადებს. გრანტების შესახებ კანონით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, თუ თქვენ გყავთ ოჯახის წევრი ემიგრაციაში, რომელიც ფულს გირიცხავთ, გაქვთ დისტანციური სამსახური უცხოურ კომპანიაში, ან საერთაშორისო სტიპენდია, მაშინ უკვე ხართ ოცნების სამიზნეში. ახალი რეპრესიული კანონი ასევე აუქმებს პერსონალური ინფორმაციის დაცულობას. თუ პირს პოლიტიკურ სუბიექტად შერაცხავენ, ოცნებას ეძლევა უფლება მოусმინოს მის სატელეფონო საუბრებს და ჰქონდეს წვდომა მის პირად მიმოწერასა და საბანკო ანგარიშებზე. სალომე ლაბაძე გაეცნო ოცნების რეპრესიული კანონის შინაარსს, რომელიც დეტალებით და შეფასებებით უერთდება ფორმულას ეთერს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის შინაარსი გასაჯაროვდა, იურისტები უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში საქმე გვექნება კანონთან, რომელიც ქართულ ოცნებას საშუალებას მისცემს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა წამოიწყოს საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქის წინააღმდეგ. მეტი სიცხადისთვის შეგვიძლია აქ მაგალითები წარმოვიდგინოთ და ასე მაგალითად, თუ თქვენ ხართ მოქალაქე, რომელიც ფულს ან რაიმე სხვა სიკეთეს იღებს საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი ნათესავისგან, მაგალითად დედისგან, რომელიც ამავე დროს უცხო ქვეყნის, მაგალითად იტალიის ან საბერძნეთის მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონეა და თუ თქვენ ამავე დროს გადაწყვეტთ, რომ გსურთ საკუთარი პოზიციის გამოხატვა საჯაროდ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ნებისმიერ საკითხზე, აი ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ კანონის ზარით ქართულ ოცნებას შეეძლება, რომ თქვენ 6 წლით საპატიმროში გაგიშვან. აქ საყურადღებო ისაა, რომ ამ კანონში ქართული ოცნება, უფრო სწორად ჯერ კანონპროექტში, რომელიც მოგვიანებით პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ კანონად იქცევა, ოცნება ფართოდ განმარტავს პოლიტიკური საქმიანობის შინაარსს და ასეთად ადგენს არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვას, მაგალითად დემოკრატიული უპუსვლის ან საგარეო კურსის სრულების გამო რუსაველის გამზირზე, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როცა მოქალაქე გადაწყვეტს, რომ სურს უხილის გამოხატვა, მაგალითად მიუსაფარი ცხოველების პრობლემების გამო, ან სურს რაიმე მოთხოვნა სპორტული მიმართულებით, მაგალითად სურს მოითხოვოს კალათბურთის დაფინანსების გაზრდა. საკუთრებით პრობლემურია ემიგრანტების საკითხი, იმიტომ რომ შე შემთხვევაში მათი უმრავლესობა უკვე იმ ქვეყნის მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და მათი მხრიდან მაგალითად საკუთარი შვილისთვის, მეუღლისთვის, დისთვის, მშობლისთვის გადმორიცხული თანხით, თუ კი ეს ადამიანი მაგალითად წავა თუნდაც სპორტის სამინისტროსთან და მოითხოვს რაღაცა სპორტის მიმართულების დაფინანსების გაზრდაც, ეს უკვე პოლიტიკური საქმიანობაა და ეს ადამიანი დაიჯება 6 წლამდე ციხეში გაშვებით. აღარაფერს საუბრობ, რა თქმა უნდა, თუ კი ტროტუარზე აღმოჩნდი და რეალურად აპროტესტებ რუსეთის ოკუპაციას, ამ ქვეყნის რუსულ კოლაბორაციონისტულ რეჟიმს და ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო შევაჯამო, ხელისუფლება სურს და მოგვიწოდებს, როგორც წინა წლებში დარჩით სახლში. იყავით ღარიბები, იყავით მშივრები, იყავით უკმაყოფილოები, იყავით შეურაცხყოფილები, მაგრამ თქვენ ამის გამოხატვის უფლება არ გაქვთ. რაც შეეხება მეწარმე სუბიექტებს, მათაც მთლიანად ეზუდებათ ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური საკითხზე აზრის გამოხატვა. ამაში მათ შორის ჯდება მაგალითად ბევრი მეწარმე სუბიექტი ქვითარზე აკეთებდა წარწერას საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის რუსეთის არ გაღიზიანების, მე ვიტყოდი რუსეთთან კოლაბორაციის პოლიტიკა, თავისუფლად შეუძლია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის სანქცირებულ ხელმძღვანელთან ერთად ჩათვალოს, რომ ეს არის პოლიტიკური საქმიანობა მეწარმე სუბიექტის მხრიდან განხორციელებული და დააჯარიმოს ის პირველ რიგში 20,000 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 40,000 ლარით. და ამ ფონზე, როცა იურისტების განმარტებით ამ კანონის ძალით შესაძლოა ქართულმა ოცნებამ საქართველოს ყველა მოქალაქის წინააღმდეგ წამოიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ანუ ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელსაც ის პრობლემად მიიჩნევს და რომლის განეიტრალებასაც მოინდომებს, ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ ამ კანონით ისინი მხოლოდ დაფინანსების არხების გადაკეტვას აპირებენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ დაფინანსებას უკვე მოქმედი რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად საერთაშორისო დონორებისგან მაინც იღებენ. დღეს ამ თემაზე მორიგი განმარტება პარლამენტის შენობიდან შალვა პაპუაშვილმა გავრცა. საქართველოში არაფერი ესაქმება უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, ეს იქნება რუსული ფული, ეს იქნება გერმანული ფული, ეს იქნება ფრანგული ფული, ესტონური თუ ჰოლანდიური თუ ევროკავშირულია. თუ გინდა შენ უცხო სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებდა და ქართულ ხალხს კითხე ეს ყველაფერი. რას გვეუბნებიან ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატები თავისი გამოსვლით, რაც მარტა კოსმა თქვა, რომ გზებს ეძებენ გვერდისავლით და თავისი საქციელით. გვეუბნებიან, რომ
მათ არ აინტერესებს ქართველი ხალხი. კიდევ ვიტყვი რაც შეეხება ამ სქემებს, ეს ერთი სქემა იყო მხოლოდ, როცა უცხოეთში რეგისტრდებოდა ყალბი ორგანიზაციები, როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები, აქ რა თქმა უნდა კითხვები ისმის, რომ ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, ხომ არ ხდებოდა გადასახადების დამალვა, ხომ არ ხდებოდა შავი ფულის ტრიალი. ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ეს ახალი კანონპროექტი იურისტების შეფასებით მრავალ პრობლემურ საკითხს შეიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტებისთვის პოლიტიკური გამოხატვის აკრძალვას გულისხმობს. ამ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიები მოსაუდნელია, რომ დაჯარიმდებიან, კანონპროექტით ასია გათვალისწინებული 20,000 ლარით პირველ შემთხვევაში, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმავა 40,000 ლარამდე. ეს კი პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ასეთი ჯარიმა დაემუქროს ყველა იმ კომპანიას, რომელიც საკუთარი საქმიანობის დროს გამოხატავს მაგალითად მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ან გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას იმით, რომ თუნდაც მაგალითად საკუთარ თვითარზე აღნიშნავს, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.